დიანა, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც მე როგორც ერთ პოლიტიკოს მორალურ ვალდებულებად მიმაჩნია, რომ ყოველ ეთერში სოლიდარობა გამოუცხადო სინდისის პატიმრებს და თავისუფლება უსურვო მათ. ყოველ ეთერში უსურვო მშობლებს, დუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებს, რომ წამალი მიეცეთ ბავშვებს. ჩვენ ვცხოვრობთ იმ ქვეყანაში, სადაც უნდა მოვითხოვოთ სრული სიმკაცრით კანონის სრული სიმკაცრით დასჯა იმ ადამიანების, რომელთაც ჩაიდინეს ის დანაშაული, რომელიც ყველამ ვიხილეთ გუშინ, მაგრამ ჩემთვის პირადად ეს არ იყო მხოლოდ ერთი დანაშაულის და მით უმეტეს რაღაცა გადაცდომის სადემონსტრაციო ვიდეო, რომელიც გუშინ ვიხილეთ, ეს იყო აისბერგის წვერი, რომელიც ავლენს სისტემურ დანაშაულს, სისტემის, რომელიც შექმნა ამ ქვეყანაში ქართულმა ოცნებამ. ჩვენ გუშინაც გვქონდა ამასთან დაკავშირებით ბრიფინგი ლევან სამუშიასი, დღეს უფრო მეტი ფაქტის გამოვლენის შემდეგ დღეს მეც ვქონდა ამაზე რეაგირება, მათ შორის სამართლებრივი შეფასებაც ისაუბრა თქვენმა წინა სტუმარმაც უფრო დეტალურად მე შევეცდები. რომ ეს წამების კვალიფიკაცია უნდა მიეცეს ამ კადრებს თავისი მთელი პრეისტორია, მოკლედ იმ მთელი მასალის შეჯამებით, რომელიც სახეზია და მათ შორის დღევანდელი დარახველიძის განცხადებით. ნებისმიერი იურისტი გეტყვით ამას, რომ რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ კადრებში, ეს არის წამება, უნდა იყოს კვალიფიკაცია 154 პრიმა მუხლით, სისხლის სამართლის კოდექსის და მომდევნო სეკუნდა და ტერცია მუხლებითაც, რომელიც არა მხოლოდ სასჯელის ზომას ითვალისწინებს სხვას, ხო 9-დან 15 წლამდე არის, მით უმეტეს რომ იქ არის ორი დამამძიმებელი გარემოება, რომ ეს არის მოხელის და მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი და ჩადენილი არის ჯგუფურად. ორი დამამძიმებელი გარემოება, ასე ვთქვათ, რაც ითვალისწინებს 9-დან 15 წლამდე პატიმრობას, განსხვავებით გადაცდომისგან, რომელიც არის 3-დან 5 წლამდე, ხო? შესაბამისად, აქ არის საუბარი პასუხისმგებლობის ზომაზე, აქ საუბარი არის იმაზე, რომ არის სხვადასხვა კატეგორიის დანაშაული, ბრალად წარდგენილი, რაც უნდა იყოს და რაც არის და არის აგრეთვე საუბარი იმაზე, რომ თვითონ ძიების მსვლელობაზეც ეს ახდენს ზეგავლენას, ხო, მტკიცებულებების გამოკვლევაზე, როგორ უნდა წარიმართოს ეს ყოველივე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აჩენს არასწორ განცდას. თითქოს ეს რაღაცა კანონიერ ფარგლებში იყო კონკრეტული მსვლელობა პოლიციელების მხრიდან და იქ მოხდა რაღაცა გადაცდომა, ოდნავი კონფიგურაცია. ეს საზოგადოებრივ აღქმაზეც რაღაცა ნორმალიზების მცდელობას გადამეტება არის უფლებამოსილებისა და ეს მთელი ეს ამბავი არ ჯდებოდაო. არანაირად არ ჯდებოდა. დარიაშვილი განმარტავდა არანაირ უფლებამოსილების განხორციელებას. არა მხოლოდ თუ არ ჯდებოდა, მათივე ოფიციალურ განცხადებებში ირაკლი ყობახიძე იქნებოდა ეს თუ დარახველიძე, თავადვე ამბობენ, ანუ რას ადარებენ, გირგვლიანის შემთხვევას რო ადარებენ, იქ რა უფლებამოსილების გადამეტებაზე იყო საუბარი, იქ იყო უბრალოდ სამართალდამცავი უწყების თანამშრომლების არასამსახურებრივ პერიოდში ჩადენილ დანაშაულზე. ახლა გაცილებით უფრო მძიმე მდგომარეობა არის, უბრალოდ არ გაუმართლათ, რომ გადაღებული არის ეს ვიდეო კადრებით და სწორედ ეს გვიჩენს იმის განცდას, რომ აქ არის სისტემურ დანაშაულზე საუბარი. ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით, როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ყველაფერს თავი დავანებოთ ბოლო თვეების განმავლობაში. ჯერ რუსული კანონების დროს აქციებზე, შემდეგ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს ასობით დანაშაული იქნა ჩადენილი პირდაპირ ეთერში. ზოგიერთზე გამოძიება დაიწყეს, ზოგიერთი საერთოდ საქმეც არ აღუძრავთ, მაგრამ 170 ადამიანი ყავთ დაზარალებულად ცნობილი და იმის ნაცვლად, რომ ვიღაცა პასუხისგებაში მიეცათ, ჩვენ გვახსოვს, რომ ქართული ოცნების ხელმძღვანელებმა ღირსების ორდენზე წარადგინეს მინისტრები და სხვა მაღალჩინოსნები. ეს რა არის? არ არის წახალისება აი ამ სისტემური დანაშაულისა, რომელზეც ახლა ცოტა ხნის წინ გაახსენდეთ, რომ თურმე უიმე მართლა ყოფილა რაღაცა გადაცდომებიო, აქამდე იდენტიფიცირებას ვერ ვახდენდითო, ეხლა დავინტერესდითო და 5 სპეცრაზმელი გაწირეს. ისიც საკითხავია, დარწმუნებული ვარ იმ კონკრეტულ ადამიანებს მართლა აქვს თუ არა ეს ჩადენილი. ორი პარალელი გავავლეთ გირგულიანზე ისაუბრა ყობახიძე. ყობახიძემაც ისაუბრა
იმ ნაწილში რომ იქ არ იყო რეაგირება და ჩვენ გვაქვს რეაგირება, თქვენ რაღაც სხვა ტიპის პარალელი არ მინდა ხა დეტალი. არა, მე ის თქვი რომ გირგულიანის შემთხვევაზე გადაცდომაზეც კი არ იყო საუბარი თქო და აქაც ამ შემთხვევაში საუბარი გადაცდომაზე არ არის, სამსახურებრივი მოვალეობის გადაცდომაზე კი არ არის, იმ პროცესზე, პროცედურაზე, დაკავების პროცედურაზე. აქ არის გაუსწორდნენ ადამიანს დასჯის მიზნით, სავარაუდოდ იქ როგორ რა საუბარი მიდიოდა, ეს შეიძლება იყოს კიდევ დამატებითი მუქა რა, არაადამიანური მოპყრობა, როდესაც წამებაზე საუბრობთ, ეს სამართლებრივი კატეგორია. ჩანს პოლიციელი ერთ-ერთი მობილურით ხელში. შეიძლება მისი რაღაც სამხრე კამერა უჭირავს ხელში რაღაც მობილურს მივა მსგავსე რაღაც მომენტს დასაწყისისას თავადაც იღებენ იმედია ეს გამოძიება. ხო და ეს არის ის მაკვალიფიცირებელი კომპონენტები, ხო, რომ დამამცირებელი არის არასათანადო მოპყრობა, წამება არ ნიშნავს მაინც და მაინც იმას, რომ რაღაც შუა საუკუნებრივი წამების მეთოდები უნდა იყოს გამოყენებული და საკონცენტრაციო ბანაკების გაზის კამერები და რაღაცა ისა ვიკინგები აქვთ ვიღაცას ნანახი და მაინც და მაინც უნდა გადაუხსნან ხერხემალი. წამება და არასათანადო მოპყრობა გულისხმობს იმას, რომ ფიზიკურ და სულიერ ტანჯვას, მორალურ ტანჯვას აყენებს და ეს აშკარად ჩანს ამ კადრებიდან, ქვებზე მახოხიალესო კაცი იძახის, ფიზიკური ტკივილიც მიიღო, სულიერი ტკივილიც მიიღო და რა თქმა უნდა არის დამცირებულ მდგომარეობაში. ეს სამართლებრივად არის უდაო და ერთი საკითხი, მაგრამ მეორე საკითხი არის, რომ ქართულმა ოცნებამ, რომელიც თავის დროზე 2012 წელს მოვიდა ციხის კადრებით, ხო? ყველაზე მნიშვნელოვანი ლურსმანი, ხო, წინა ხელისუფლების დასრულების, პოლიტიკური დასასრულის იყო ის, რომ გამოაშკარავდა ციხის კადრები და ყისიერ რეაგირებაზე რომ საუბრობს კობახიძე, გვახსოვს, რომ რამდენიმე საათში მიხეილ სააკაშვილმა სასჯელ აღსრულების მინისტრი გადააყენა და სახალხო დამცველი დანიშნა მის მაგივრად, მაგრამ არ უშველა მაშინ ეს სააკაშვილს ამ ჟესტმა, ხო, იმიტომ რომ იყო სისტემური დანაშაული მაშინაც და სისტემურ დანაშაულზე საუბრობთ დღესაც. კვალიფიკაცია უნდა იყოს მნიშვნელობა აქციებზე ხდება თუ არა აქციებზე. პოლიტიკური პასუხისმგებლობა მინისტრის ან უშუალო ხელმძღვანელის დონეზე უნდა იქნეს აღებული. ამ ადამიანებმა რატომ მოვყევი მე ღირსების ორდენზე წარდგენის შემთხვევები. როდესაც ათობით და ასობით შემთხვევა ვნახეთ პირდაპირ ეთერში, აწამეს პოლიტიკოსები, თქვენი კოლეგები, აქტივისტები, რიგითი მშვიდობიანი დემონსტრანტები, რამდენი ჩამოთვალოთ, ხო, კაცარავას შემთხვევა იქნებოდა ეს, ლევან ხაბეიშვილის შემთხვევა იქნება, გურამ როგავასი თუ სხვების და სხვების უშუალოდ ფორმიანებზე ვსაუბრობ და არა ტიპუშკებზე, როგორც აი მაკაში ჩიხლაძის და გიორგი შეწირულის შემთხვევაზე, რომელიც რა თქმა უნდა მათივე დავალებით იყო. ოღონდ, აქ საუბარი არის იმაზე, რომ ეს ადამიანები მუნდირის შემარცხვენელები არიან დაცლილი ყოველგვარი ადამიანობისგან, ემპათიისგან და პოლიციელის ღირსებისაგან. აი მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებზე გვეუბნებოდნენ, ჯერ გვეუბნებოდნენ, რომ არაფერი არ მომხდარაო და პირიქით დემონსტრანტები ძალადობდნენ და მე 2 წლის თავზე გვეუბნებიან, რომ უი 5 სპეცდაზმელი თურმე მართლა ყოფილა იდენტიფიცირებული და ეს იყო რაღაცა საჩვენებელი, რაღაც ბარტყის გადაგდებას გავდა, ისევე როგორც ეს 5-6 ადამიანი რომ დაიჭირეს მსუბუქი მუხლით, მაშინ როდესაც 6-ზე მეტი პირია იქ ჯერ ერთი არავინ არც გამოესარჩელა, არც მაგის კაცო იყო, არც მაგის გამბედაობა იყო. იქ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უნდა აღეკვეთა, როდესაც დანაშაულს ხედავდნენ. პოლიციელის უკანონო ქმედებისთვის დამორჩილების ვალდებულება ჯერ ერთი არავის არ აქვს და ვინ შექმნა ეს სისტემა? ქართულმა ოცნებამ თავისი აი ამ წახალისებით, თავიანთი რიტორიკით, დაუნჯელობის სინდრომის გაჩენით და რა ხდება თბილისის ქუჩებში, ხო? აი ეს თვითნებობით თავგასული პოლიციელები აჩერებენ არასრულწლოვნებს, რამდენი შემთხვევა არის ჩხრეკენ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ყოველგვარი პროცედურების დაცვის გარეშე. აი უბრალოდ უნდათ ჟარგონზე რო ვთქვათ, აი ხოში აქვთ, რეიდი აქვთ, იქ გაჩხრეკვის საფუძველი არ არსებობს. მე იტყვე რომ ოპერატიული ინფორმაცია იყო, ამაზე ეშინიათ, რა თქმა უნდა, არასრულწლოვნებსაც ამის გამჟღავნება მშობლებს არ ეუბნებიან და აი ეს შიშის სინდრომი უნდათ რომ დანერგონ. ასეთი ტიპის მახინჯი პოლიციური სახელმწიფო შექმნა, სადაც არავინ ისჯება და პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ბოდიში, აი ამის დავამთავრებ, უნდა აიღოს ყველამ, ვისი დავალება დაკვეთითაც ნებართვით თუ უბრალოდ დუმილით დღეს ჩვენ გვაქვს ეს მახინჯი სისტემა, რომელიც ეხება პირდაპირ საზოგადოების კოლექტიურ ღირსებას. კი ბატონო, ეხლა გორს ჩავრთავთ, მანამდე მინდა გკითხოთ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები მართავენ შეხვედრებს თქვენი თანაგუნდელებთან, ქონდა თუ ცოტა ადრე დღეს ეს თქო გაგრძელდა, ცოტა ხნის წინ მამუკა მდინარაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მასთანაც იყო ცალკე პრემიერთან შეხვედრა, მაკა ბოჭორიშვილთან იყო შეხვედრა. მინდა რომ
რაღაცნაირად დედააზრი რა იყო ამ შეხვედრის პოლიტიკურ კონტექსტში არის საინტერესო გვითხრათ და შემდეგ უკვე გორისთან გადავალთ. ხო, ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ძალიან მკაფიო პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში და ის უწყვეტი მხარდაჭერა, რომელსაც 3 წლებზე მეტია ეს ქვეყანა ავლენს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის მიმართ, ეს ნამდვილად არ შეცვლილა. ჩვენ ძლიერი საქართველოს ლელო ცოტა ხნის წინ, როდესაც საუბრობდით დიდი შესაძლებლობის ფანჯარაზე, ხო, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში განსაკუთრებით, ხო, რაც ხდება ჩვენს რეგიონში. ეს არის ეგრეთ წოდებული ტრიპის გზა, ხო, სომხეთ-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა. უნდათ სურვილი აქვთ, რომ იყოს საქართველოც აი ამისი ნაწილი. თუმცა ქართული ოცნება ამისკენ ბუნებრივია ნაბიჯებს არ დგამს, რაც შეეხება იმ პარტიებთან დაკავშირებით მოგახსენებ, ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისთვის, რომ საქართველოში არსებობდეს ნორმალური და მინიმალური პოლიტიკური პროცესი, რაც გულისხმობს მათ შორის იმას, რომ პოლიტიკური კლასი, პროდასავლური პოლიტიკური კლასი უნდა იბრძოდეს ყველა კონსტიტუციური მეთოდით, განსაკუთრებით არჩევნებით. არ დაგიმალავთ და პირდაპირ ითქვა, რომ ბოიკოტის კამპანიით, რომელიც პოლიტიკური კლასის დიდმა ნაწილმა აწარმოა გასულ წელს, ისინი ამაში აზრს ვერ ხედავენ და თუ 20-25 არჩევნების შედეგების ბოიკოტში ხედავდნენ ის არჩევნების ბოიკოტი სხვა არის და კონკრეტული ბოიკოტი როგორც პოლიტიკური აქტი პარლამენტის ეს ორი სხვადასხვა რამ არის, თუმცა მნიშვნელოვანია რომ პოლიტიკური პარტიები უნდა წარმოადგენდნენ ხალხს იმისთვის, რათა ხალხის სახელით ისაუბრონ და მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესში და მათ შორის ესაუბრონ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. ასე რომ ბოიკოტთან დაკავშირებით არის ძალიან მკაფიო პოზიცია, რასაც ჩვენ ვიზიარებთ, რომ უნდა ვიბრძოლოთ არჩევნებისათვის. უფრო უკეთესი სამართლიანი არჩევნებისთვის არ განიხილება, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ყველა ბრძოლის ველი იქნას გამოყენებული. კი ბატონო, გორთან გადავიდეთ ახლა ხატია სამხარაძე მუშაობს ადგილზე, სადაც თბილისიდან ჩავიდნენ ადამიანები პროტესტის გამოსახატად. ხატია, მოგესალმები და გისმენთ.